რამდენად არის შესაძლებელი ამ კეთილდღეობის მიღწევა, როცა ქვეყნის განვითარების ორიენტირები ბუნდოვანი ხდება სწორედ ბიზნესის ამ საფიქრალზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. კომპანია დიოს მმართველი პარტნიორი ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი უკვე ჩვენთანაა სტუდიაში. საღამოშტების ბატონ თამაზ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, შეგიძლიათ თქვენს მიულოცოთ თანამოქალაქეებს. ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და უსურვოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ამ სიტუაციაში. ძალიან დიდი მადლობა თელრამ მოწვევისთვის, საღამოშვიდობის, ვისარგებლებ ნამდვილად შემთხვევით და სული და გულით მიულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დიად დღეს. მე მგონი ამაზე უფრო მაგარი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში არ არის და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გრძელდება. ამდენი ხანი საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაგრძელებულა, 3 წელი გასტანა მხოლოდ როცა პირველი რესპუბლიკა შეიქმნა და მე ღრმად დარწმუნებული იყო, რომ ეს იქნება სამუდამო და დიდი ხნის და არასდროს აღარ დავკარგავთ დამოუკიდებლობას და თითოეულ მოქალაქეს მინდა უთხრა ეს და რა თქმა უნდა განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს, რომელიც წინაპრებმა მოგვიტანეს, ჩვენც მივიღეთ ჩემმა თაობაც მონაწილეობა და პირველი ასევე მინდა ჩემ თაობას განსაკუთრებით მოგლოცვა ამის ყველაფერს და ახალგაზრდებს რა თქმა უნდა ყველას. მომავალი არის ჩვენი. ბატონ თამაზ, ვიდრე დიოს სიახლეებზეც ვისაუბრებთ, წელს არ ყოფილ ხართ წერტილის სტუმარი, მინდა ცოტა ფართო სურათშიც შევხედოთ ჩვენ ქვეყანას. პირველ რიგში ყველას ჩვენი სტატუსი, მე ჟურნალისტი ვარ, თქვენ ბიზნესმენი, მაგრამ მთავარი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და თანაბრად გვეხება ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. წინა წლის ბოლოს ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარით, ბიზნესმენებიც ძალიან ნერვიულობენ, რომ საქართველოს საბოლოოდ არაცდეს ევროპულ გზასო. თქვენი აზრით, რა გზას გადის ქვეყანა დღეს? ხომ არ ავწდით ამ გზას და საერთოდ რა პროცესები მიდის? ფაქტია, რომ თორე კარგად სამწუხაროდ არ არის ყველაფერი. რამდენად საშიშ ეტაპზე ვართ? დიდი მადლობა. სანამ გავაგრძელებდეთ ჩვენ საუბარს, მე მიწევს თქვა, რომ ასე ვთქვათ, აღვნიშნო და დავაფიქსირო, რომ ჩვენ რაც ვისაუბრებთ, აქ იქნება აზრი, რომელსაც მე გამოვთქვავ, იქნება მხოლოდ პირადი ჩემი აზრი და მიუხედავად ჩემი სტატუსის და რეგალიისა, რომელსაც ძალიან ვამაყობ და მიმაჩნია, რომ ყოველთვის თან მექნება ეს რეგალია, დიოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. დღეს მე გამოვთქვავ მხოლოდ ჩემ პირადას და ეს არ არის დაკავშირებული კომპანია დიოს არც პოლიტიკასთან და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ხო, სამწუხაროდ ჩვენ გავდივართ საინტერესო ეტაპს, მე ვფიქრობ, რომ რაღაც დემოკრატიის გამოცდას გადის და მას შემდეგ, რაც ამერიკაში ვნახეთ, თუ როგორ გადის ახლა ამერიკაში 200 წლიანი დემოკრატია გამოცდას, უკვე მართლა გითხრა, ცოტა გულზე მომეშვა, იმიტომ რომ ახალგაზრდა დემოკრატიას თუ რაიმე ტიპის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს, აღარ მიყვირს, ვინაიდან ამერიკაში რაც ხდება, მე არაერთხელ მომიწია იქ ყოფნა და ამ ბოლო პერიოდში და იქაური მოსახლეობაც და იქაური ადამიანებიც არიან საკმაოდ ძალიან დაპირისპირებული იყვნენ ყოველ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ დემოკრატია რაც თავარია პირველ რიგში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯერჯერობით საქართველოში და იმედი მაქვს არასდროს არ მოხდება დემოკრატიის, ესე ვთქვათ, დემოკრატიულ წყობილებაზე არავის უარი არ უთქვამს. არის შეიძლება არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ღვთისმსწავლობით ჯერჯერობით არჩევნები არ გაუქმებულა და შესაბამისად ვიქონიოთ იმედი, რომ საბოლოო ჯამში აი ამ რთულ სიტუაციაში, რაც მთლიანად რეგიონი არის აღმოჩენილი, ჩვენ მოვახერხებთ როგორც საზოგადოება, არ გულისხმობთ მხოლოდ ერთ მხარეს ან მეორე მხარეს, როგორც საზოგადოება ყველა ერთად, რომ რაღაცნაირად ფონს გავიდეთ და გადავცეთ შემდეგ თაობას პოლიტიკოსების იქნება თუ რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, ისე რომ საერთოდ არ იყოს მოშლილი და გარკვეულწილად შევინარჩუნოთ ის გეზი, რომელიც აი რთული გზა, ადვილი გზა ჩვენ არ გქონია, არც 90-იანებში, არც შემდგომ. ანუ სამწუხაროდ საქართველოს არ გქონია ესეთი პერიოდი, რაღაცა რო თქვათ, რაღაცა იოლად მიდიოდეს, არც ერთ დროს ისტორიაში. ოქროს ხანაც რომ ყოფილა, დარწმუნებული ვარ, იქაც ყოველ წელიწადს რაღაცა პრობლემები იქნება და ამიტომ რეგიონიდან გამომდინარე ეს პრობლემები არის, თუმცა
ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ საბოლოოდ დამში დიდი ხნის მშვიდობა და განვითარება იყოს, ეს არის რა თქმა უნდა ევროკავშირთან დაახლოება და საბოლოო ჯამში ევროკავშირის წევრობა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ გავფლანგოთ ის შესაძლებლობა, რაც ამ მომენტში გვეძლევა. კი, იოლი არასდროს არ ყოფილა საქართველოს ისტორია, მაგრამ დღეს ალბათ პირველ რიგში უკრაინის დახმარებით მოგვეცა და გვეძლევა შანსი, რომ გაფართოების მტალღაში, რომელსაც 2030 წლისთვის ველოდებით, მოხდეს საქართველო. თუმცა ამ ეტაპზე ყველა პროცესი გაყინულია და პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ქაღალდზეა თქვენი კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ რას ნიშნავს ეს როგორც მოქალაქისთვის, როგორც ბიზნესისთვის და მე თანდათან მინდა ვისაუბროთ ბიზნეს კლიმატზე, რაც უშუალოდ გეხებათ თქვენ. რა განწყობაზე გაყენებთ? იცით რა, ცოტა რთული ამ სიტუაციაში რაღაცნაირად ძალიან ექსპერტული მოსაზრების გამოთქმა, იმიტომ რომ ბუნებრივია არის გარკვეული შენიშვნები, მაგრამ ძალიან მინდა რომ ობიექტურები ვიყოთ და ევროკავშირს შევხედოთ ასევე იმ ღვთავსაესით, რამდენად თვითონ ევროკავშირი ქმედითი არის ამ უკრაინასთან დაკავშირებით. მე როგორც მოქალაქე ვაკვირდები და ვაფასებ ბუნებრივია მათ მოქმედებებს უკრაინაში და რო გითხრათ რომ რაიმე ფორმით ევროკავშირი არის ქმედითი და შეუძლია მას გარკვეული ძლიერი როლი შეასრულოს, ჯერჯერობით ეს არ არის ჩამოყალიბებული. სულ ეხლა ხან მოხდა უნგრეთში არჩევნები და მანამდე უფრო მეტი პრობლემები იყო. ამიტომ და ყოველდღიურად იბომბება კიევი, სხვა ქალაქები, იხოცებიან უამრავი ადამიანი და სამწუხაროდ ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ახერხებენ ქმედით დახმარების გაწევას. აქედან გამომდინარე ის თუ როგორი პოლიტიკა უნდა გქონდეს ჩვენს ქვეყანას და რა უნდა გააკეთოს ამ სიტუაციაში საგარეო პოლიტიკის კუთხით ალბათ რაღაც წლები დაჭირდება და მე შევაფასებ, თუმცა მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შიდა დემოკრატიულ პროცესებს არ უნდა დაემუქროს საფრთხე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და შესაბამისად ის საზოგადოება მთლიანად უნდა იყოს მზად და დარწმუნებული ვარ ეს ხელისუფლებისთვისაც კარგია, იმიტომ რომ არ მგონია რომ ხელისუფლება დაინტერესებული იყოს რომ საქართველოში დემოკრატია არ ვითარდებოდეს და თქვა ბელორუსის ნამდვილად გადავიქცეთ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ არის ის, რაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის და მმართველი პარტიის დარჩეს და დარჩეს. მე მართლა რო გითხრა და ის გულწრფელად ვერ ხედავ ამას გამოკვეთილად რა. ის რომ ზოგადად ხელისუფლებისთვის რაღაცა შენარჩუნებისთვის რაღაცა ეს პროცესები არა მხოლოდ საქართველოში უცხოეთშიც არის ეგრე და არ ყოფილა საქართველოში ისეთი პროცესი, რაც ადვილად ყოფილიყოს ეს რაღაც გარკვეული ცვლილებები არც 90-იანების დასაწყისში, არც 2000-იანების ბოლოს, არც შემდგომ, ასე რომ მაინც გონია რომ ყველა მხარისი, ასე თქვა, შესაძლებლობა აქვს ყველა მხარეს იმისთვის, რომ რაღაც გარკვეული თანამშრომლობის მომენტები გაჩნდეს. კი, შესაძლებელია ჩანდეს გარედან რაღაცა პრობლემები, ადამიანები არასწორად შეიძლება მოხდეს მათ მიმართ დამოკიდებულება და ძალიან გულით ხდება თუ ესე არის, მაგრამ ყველას შეგვიძლია გარკვეული როლი შევასრულოთ, რაღაც გარკვეული პოზიციის გამოთქმა იქნება, მაგრამ ვეცადოთ რამე ჩემი აზრია ეს, ვეცადოთ რამენაირად აი ამ სიტუაციაში ცოტა განსხვავებულად ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ 90-იანებში მოხდა ის, რომ ადამიანებმა თქვა დაახოცა ერთი და იგივე პარტიის წარმომადგენლება ერთმანეთს პირველ რიგში. შემდეგ 90-იანების ბოლოს 2000-ების დასაწყისში უფრო სწორად მოხდა ეს პროცესები ასევე გარკვეული მღელვარების ფონზე. ხო და იქნება არსებობდეს რაღაც საშუალება, რომ გარკვეული რაღაც მომენტი იქნება, სადაც მშვიდობიანად მოხდება შემდგომი განვითარება და მინდა ვიხონიო იმედი, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. თუმცა საზოგადოება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყურადღებით და აქტიური. მე მგონი არც აქტიურ საზოგადოებასთან მიმართებაში არის რაიმე პრობლემები, რომ ადამიანებმა თავიანთი მოსაზრებები გამოხატონ და იაქტიურონ და დაეხმარონ ჩვენ თავს საკუთარ თავს და ასევე ხელისუფლებაში ვინც არის რომ შეცდომები არ დაუშვათ. მე მგონი ეს ნორმალურია. თუმცა რაღაც გარკვეული კანონებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ არის გარკვეული ვთქვათ თუნდაც ეხა მე რომ მიწევს ვთქვათ განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილო ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ
იმედი მაქვს ხოლოდ ასე გადაივლეს. ხო, აი არ ვიცი როგორ გითხრათ. თუ უარესი აღარ იქნება და თქვა ასე შემდეგ უფრო არ შეიბოჭება ადამიანების თქვა გარკვეული გამოთქმების თავისუფლება რამენაირად ვიტყვით კი ბატონო რა თქვა რაღაცა წინ წაუმძღვარებთ რომ თქვა მართლა არ არის ხა მე არასდროს არ გამომითქვამს ჩემი მოსაზრება არაფერს დამიკავშირებული კომპანია დიოს პოლიტიკასთან ხო ყოველთვის ძირითადად გამოთქვავდი საკუთარ ასე რომ თუ ასე გაგრძელდება არა უშავს თავარია რომ დღეს გვისაუბრე ამიტომ ახლა არ დავსო შევძლოთ ადამიანებმა მაინც ვისაუბროთ საუბარს არაფერს ვერ შეუძლებელია საუბრით რაიმე ქვეყანაზე საუბრით და ქვეყანაზე ზრუნვით რამე დაუშავა ამ ქვეყანას ასე რომ ვისაუბროთ და ვეცადოთ რომ რაღაცა საერთო ინტერესებამდე მივიდეს ჩვენი საზოგადოება. თუმცა ის კანონი, რომელსაც არერთმა გამოცდილმა იურისტმა უწოდა ბიზნესის დუმილის კანონი, ბიზნესის თვითცენზურის კანონი, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ან მიმსგავსებულშიც არ იძებნება. ცირა, კარგად წავიკითხოთ ეს კანონი, კარგად წავიკითხოთ, მე კარგად წავიკითხე ეს კანონი, შესაბამისად იქ წერია რომ კომპანიამ არ უნდა განაცხადოს ისეთი ქმედებები არ უნდა გააკეთოს, რომელიც მის უშუალო საქმიანობასთან არ დაკავშირდება, კომპანიის სახელით არის საუბარი. და რა თქვათ მის მესვეურს აეგრძალოს საუბარ შესაბამისად ყოველ შემთხვევაში მე ესე წავიკითხე და იმედი მაქვს სწორად წავიკითხე. თუმცა ამ ქვეყანაში ხშირად კანონებს ისე კითხულობენ როგორც უნდათ. და ეს არის პრობლემა. მოდი ეკონომიკაზე ვისაუბროთ უფრო მეტად ბატონ თამას ხედავთ რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკური კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკასთანაც ასე ვთქვათ გადაწყვეტოს ხელისუფლება ვერ ახერხებს გაყინული ევროინტეგრაციის პროცესი, ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება. რა ტიპის ეკონომიკა შენდება და ბიზნესი რამდენად გრძნობთ უშუალოდ თქვენ საქმიანობაში და ალბათ ახლა უკვე შეგვიძლია მათ შორის დიოს პერსპექტივიდანაც შევაფასოთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა გქონდა პირველ 3 თვეში. მარტში თუ არ ვცდები თითქმის 11%. ეტყობა ეს თქვენს კომპანიას გაყიდვების ნაწილში, შემოსავლების ნაწილში, ზოგადად როგორ აფასებთ ბიზნესს? ერთი არის ამბობენ რიცხვები და მეორე უშუალოდ აღქმა. სამწუხაროდ საკმაოდ ციფრები რა თქმა უნდა გასახარებელია, მაგრამ ბოლო წლებში საკმაოდ საინტერესოა როგორ ხდება ეს და თქვა სად აკუმულირდება ეს ზრდა. ჩემთვის მართლა ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ჩემი კომპანიის და ჩვენი კოლეგა კომპანიების თქვა მის სამშენებლო სექტორში ვართ. არც არჩანდელი წელი და არც წლევანდელი წელი არ გამოირჩევა გარკვეული თქვა ზრდით და ასე შემდეგ ბუმიდან ასე შემდეგ. ამიტომ საინტერესოა დისტრიბუცია თუ როგორ არის განაწილებული ეს ეკონომიკური და ბოლო პერიოდში არ გავცნობირო, თქვა რომელ სფეროებზე მოდის, როგორ ხერხდება ამ მონაცემების მიღება, მე ვიცი რომ ძალიან დიდი შემოსავლები და ბნუა არის IT სფეროში, დაახლოებით 24000 მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით 24000 ამ სფეროს წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში უკრაინის ომის შემდგომ და დაახლოებით $1 მილიარდი ბრუნვას, ანუ შემოსავლების გენერირება მოახდინეს მათ. მე არ ვიცი ეს მხოლოდ თქვა რეგისტრაციაშია და ეს თანხა ეკონომიკას ხმარდება თუ მათ საბანკო ანგარიშებზე ილექება, რომელიც ისე თქვა სხვა უცხოეთში ირიცხება შემდგომ. არც მე როგორც მახსოვს არც ავტომობილების ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი, მშენებლობის სექტორიც ვერ ვიტყვი რომ სტაგნაციაშია, მაგრამ რაღაც სტაბილურობას დაც არ არის ისეთი ტელეკომუნიკაციებში ან ენერგეტიკაში კარგი იქნება, უბრალოდ სამწუხაროდ ვერ მოვემზადე ამ თვალსაზრისით რომ თუმცა აუცილებლად გავეცდები დეტალურად, მაგრამ ჩემს გარშემო რაც ხდება აი ტურიზმიც არ იმატებს და ვიცი რომ მაქვს ინფორმაცია ტურიზმიდან რომ ასეთი დაბალი ფასები სასტუმროებზე არ ყოფილა. რა გითხრათ კიდე სოფლის მეურნეობა რისგან შედეგად კიდე ჩვენი ეკონომიკა თქვა ექსპორტია თქვა ფერადი ლითონის ან ასე შემდეგ მართალი რო გითხრათ ცოტა საინს ან შეიძლება რაღაც ტრანზიტის მიმართულებით იყოს რაღაცა ზრდა თვალსაზრისით რახან მაინც ჩვენ კი შევვართ
ჩვენ კი თქვათ რაღაც გარკვეული მონაწილეობს საერთაშორისო სანქციებში, მაგრამ დიდი რაოდენობა სანქციებს, როგორც ჩვენ ისე სომხეთი და აზერბაიჯანი არ შეერთებია, შესაბამისად შეიძლება ტრანზიტული ლეგალურ საქონელზეა საუბარი. ძალიან აქტიურად ხო, ეს ზრდა რაც გვაქვს, უფრო გეოპოლიტიკური ფაქტორებით ეს არის ჩვენთანაც და სომხეთშიც და შედარებნაკლებად აზერბაიჯანში, იმიტომ რომ სომხეთი და საქართველო არის ეს ტრანზიტული ქვეყნები, რომელიც თქვათ მონაწილეობდნენ აი ამ თურქეთის გავლით და ასე შემდეგ. შესაბამისად ალბათ თქვათ კვების სექტორს, სურსათის სექტორს ძალიან დაეწყო, იმიტომ რომ ადამიანები პირველ რიგში ხარჯებს ანუ არ ერიდებიან ხარჯების გაწევას სურსათზე და ალბათ გარკვეულწილად მოხმარება შეიძლება გაიზარდა, არ ვიცი თუ მოსახლეობა გაიზარდა უცხოელების ხარჯი შეიძლება მოხმარებაც გაიზარდა სურსათში და შესაბამისად იქიდან არის დღეს კუთხით ან ბრუნვარი მაღალი და ასე რომ ესე თქვა შესასწავლია ეს საკითხი, მაგრამ ზოგადად ბევრი უცნაურობა ახასიათებს ჩვენს ეკონომიკას, იგივე დასაქმების ნაწილშიც ხომ ასე იზრდება ეკონომიკა, მაგრამ მეორე მხრივ სიღარიბეც შემცირდა, გუშინ გახდა ცნობილი, რომ აბსოლუტური სიღარიბე 7%-მდეა დასული. ეს ალბათ იქნება ასე, იმიტომ რომ მართლა დიდი ასე თქვა სახსრებით თქვა ტრიალებს, უცხოეთიდან შემოსული ბევრმა ადამიანმა გააქირავა ბინა, ასე შემდეგ, გარკვეული პატარ-პატარა ბიზნესები შეიძლება ესე როცა იზრდება ეკონომიკა, წესით დასაქმებასაც ხო უნდა ეტყობოდეს და შარშანაც დასაქმება შემცირდა. უმუშევრობა უცვლელი დარჩა. და წელს პირველ კვარტალშიც დასაქმება შემცირდა. რაღაც ისეთი რევოლუციური გარდატეხა ეკონომიკას სტრუქტურას გულისხმობა არ მქონია და ამიტომ ესე იგი გამოდის რომ რაღაც IT ბიზნესი ყოფილი რაღაც საოცრარი და მე მგონი ახალგაზრდებს მოუწოდებ რომ ახალგაზრდზე წერს ეკონომიკურს რაც ნამდვილად არ ვიცი აი მართლა ვერ გეტყვით ამას უნდა მართლა დეტალური შესწავლა და კარგი იქნება თუ შევისწავლით და მეც დავუთმობ ამას დროს იმიტომ რომ მართლა გვაინტერესებს და ჩვენს უნდა დავგეგმოთ მომავალი წლები ისე რა კითხვას დავსვამდით ხვალ სტუმრად უნდა მყავდეს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ითვლის ჩვენ ეკონომიკას. აი, როგორც ბიზნესმენს რა გაინტერესებთ? ბიზნესის კეთებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტ დეტალურ სტატისტიკას, ხო? მონაცემებს, მათ შორის, როცა გეგმავთ. აი, რა არის, რა გიკვირთ, არის რამე ისეთი? არა, ისეთი რა გამიჭირდება, იმიტომ რომ ეხლა მე რომ შენიშნა რომ მქონდეს ვიტყოდი ნამდვილად, მაშინ უნდა იმდენად დიდი მონაცემები ტრიალებს ეხლა საქსტატის მიმართულებით, რომ უნდა დეტალურად გაერკვე. ერთადერთი ეხლა ამ წუთში რაც მაქვს ჩემი სფეროდან გამომდინარე, მე როგორც მახსოვს არ არის დეტალიზებული, ჩვენ რაც ვაბარებთ, თქვათ სტატისტიკურ მონაცემებს არ არის დეტალიზებული ის პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ძალიან დიდ ჯგუფშია გაერთიანებული. ანუ ექსპორტი გაინტერესებს ზოგადად გულისხმობ აი ჩვენ შესაძ ჩვენი პროდუქციას ვაწარმოებთ. არის რაღაცა ძალიან მსხვილი ჯგუფები. შესაბამისად ძალიან რთულია სტატისტიკურ მონაცემებს რა მოიღო, იქიდან გაიგო დეტალურად რა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ფანჯრებსაც, შიდა მზის დანავსა სისტემას ასე შემდეგ რაღაც ერთი ასე თქვა, კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით ეხლა რომელიმე ბიზნეს ასოციაცია ვთხოვ რომ სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოიწვიოს და უფრო კონკრეტულად შეიძლება მას შევაბარო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაცემების გამოყენება. ვიცი რომ სამსახური საკმაოდ ბევრ შრომობს, ძალიან ბევრი პროფესიონალი გაერთიანებული და შესაძლოა მათი მონაცემები რაც უფრო გამოყედებადი იქნება თავად ბიზნესისთვის, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. შესაძლოა თქვა ბაზლის წილს როგორ ფლობს კონკრეტული კომპანიები და ასე შემდეგ. ამიტომ ერთადერთი რაც მახსენდება არაზუსტია ჩემი აზრით ის რაც ჩვენ სფეროს მეხება არაზუსტია მონაცემების შეგროვება, იმიტომ რომ როგორც გითხარით ძალიან და მინიმუმ 10 სხვადასხვა ტიპის ჯგუფი გვაქვს, მაგრამ იქ რაღაც 2-3 ჯგუფში ერთიანდება რაღაც სამშენებლო მასალები და დამთავრდა. ისე კი ახსენეთ რომ დიდად არ ეტყობა რომ რაღაც განსაკუთრებულად კარგი მე ვარ სიმართლეს ვამბობ. აი რასთან შედარებით შეგიძლიათ უფრო მეტი დაგვიკონკრეტოთ შარშანდელ პირველ კვარტალთან თუ წელს რაც დაგეგმეთ წლის ბოლოს არა შარშანდელ დედმარამდენად შეასრულეთ შარშანდელ წელთან შედარებით, მაგრამ აქ შესაძლებელი იყოს გარკვეული ობიექტური გარემოება. საინტერესოა თქვა ჩვენ სფეროში სხვა ხალხი როგორ ფიქრობს, მაგრამ მე ამ ინფორმაციას მივაწვდი. ძალიან გვიან დაიწყო სეზონი. არ დაწყებულა სეზონი. პრაქტიკულად ასეთი ანუ აღმოსავლეთ ევროპაში ხდება ეს და ძალიან ჩემ მოუწოდებელ კოლეგასაც ვისაუბრე, ჩვენი პარტნიორები ვინც არიან და მათაც იგივე გამოწვევა. ანუ ძალიან გაიწელა ზამთრის სეზონი. აი წარმოიდგინეთ ეხლა არის მილია პრაქტიკულად მაისი და მაისის თვეში 2-3 დღე იყო მზიანი დღე, დღესაც ქარია.
ასეთი ესე ვთქვათ გაწელილი ზამთრის სეზონი გაზაფხული არ ქონია საერთოდ მთელი ჩემენი 30 წლიანი ჩვენ 30 წელია მართლა წელს შეგვისრულდა 30 წელი 30 წლის მანძილზე არ ყოფილა ყოველთვის გამოცოცხლება იწყებოდა სადღაც მარტიდან, მერე აპრილი იყო ცოტა მინელებული, იმიტომ რომ აღდგომის დღეებიო და დღეები ისე ამეთი ფუჭებოდა და აი მაისის სადღაც დასაწყისიდან უკვე იგრძნობოდა ასე თქო ჩვენთან, მაგრამ ეს სეზონი ყველას ეხება. ანუ ბევრი სეზონური პროდუქტია მაგალითად სიტყვაზე არ ვიცი აი მარწყვი არ გაიაფება მაგას მარწყვი არ გაიაფება ახლა მარწყვი უკვე შემოლეული უნდა იყოს ჯერ მარწყვი ნორმალურად არ შესულა ოჯახებში ჩემი აზრით რა ან ასე შემდეგ ასე რომ ეს ყველაფერზე იმოქმედეს თუ გვიან დამწიფდება ეს პროდუქტი გლეხებზე ანუ მოკლე იქნება ზაფხულის სეზონი იქნება მოკლე ანუ უცბად დამწიფდება ეს პროდუქტი და უცბად მოილევა და ვერ მოასწრებს გლეხი ამის ჩამოტანას ემამდე რა ქვია მოხმარებლად, ამიტომ ბევრი რაღაც ხდება ამინდის გამო, ჩემი აზრით. ჩვენ ანუ მე შევისწავლე ჩვენი სფერო და ვიფიქრე რომ რაიმე შეცდომა ხوار დაუშვნა ასე ყველგან ეგრეა. ანუ ელიავანზე ყველგან იგრძნობა, ანუ სამშენებლო მასალების მიმართულებით იგრძნობა ძალიან შენელებულია. ანუ რემონტს თქვა ადამიანები წელავენ, იმიტომ რომ ჯერ არ გამოსულა თქვა სიტყვაზე ტენტია, ჩვენი ბზის პროდუქტია ან მწერებისგან დამსავებადები, რა ვიცი, უამრავი პროდუქტი გვაქვს, რომელიც სეზონურია, მაგრამ ჯერჯერობით ადამიანები მიძნებულებია, იმიტომ რომ საინტერესო. სულ 2 წუთი გრჩება და სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ, ის ბოლოს ამბობდით, 9 საათის სწრაფად გადის. ახალი საწარმოს მშენებლობა და ექსპორტი. ექსპორტზე ვიცი რომ რამდენიმე წელია გეფიქრებათ, მაგრამ წელს აი როდესაც ვხედავთ რომ ცოტა შენელებულია, ვიყენებთ ამ პერიოდს იმისთვის რომ დავიწყოთ ახალი პროდუქტები. პირველ რიგში გვექნება რამდენიმე ახალი პროდუქტი წელს და ძალიან მნიშვნელოვანია. გავუშვებთ ნელ-ნელა. წელს ეხა უკვე ახლა გავუშვით უკვე ახალი ტიპის ფარდაშალვზები, ეს არის პრისაჟალვზები, ახალი წარმოება დავიწყეთ და ეს იქნება სიახლე. უახლოეს ხანში კიდე ახალი ტიპის ვთქვათ ჰორიზონტალური ფარდაშალვს გავაკეთებთ დაახლოებით 2 თვეში, შემდეგ გარედამცავ მზისგან დამცავ სისტემას გავაკეთებთ. ეხლა შეიძლება ცოტა უცნობი იყოს, მაგრამ სპეციალიზირებული გარედან დამცავი მზისგან დამცავი სისტემა ძალიან ეფექტური. და წლის ბოლოს ავარაუდოთ სექციური ტიპის გარაჟის გარებების წარმოებას დავიწყეთ. ამიტომ წელს მიუხედავად იმისა, რომ ცოტა შენელებულია, ჩვენ უკვე ვიცით, რომ გვაქვს იმედი, რომ ეს იქნება დროებითი, აუცილებლად მოვა ყოველ ვთქვათ, შენელებას, დაღმასვლას, გარკვეული აღმასვლა მოყვება, ამიტომ ძალიან აქტიურად ვავითარებთ, ასევე ვმუშაობთ კიდევ ახალი საწარმოს გახსნაზე. მაგრამ ამას თქვათ უკვირდებით, როდის იქნება ის მომენტი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჭირდება და შესაბამისად მხოლოდ ადგილობრივი ბაზარზე დაყრდნობით ამას ვერ გავაკეთებთ. უახლოეს ხანში ასევე გავამუშავებთ ექსპორტს, ან მიმართულებთ უკვე პროდუქციის ნაკრები შეიკრა და ვფიქრობ, რამდენიმე თვეში უკვე დავიწყებთ აქტიურად მიმართულებით მუშაობას, ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნეს კლიმატი საქართველოში არ გაუარესდება, ფინანსური მონაცემები მაჩვენებლები ნორმალური იქნება, ლარის კურსი ნორმალური იქნება, პოლიტიკური ასე თუ გარემოც გარკვეულწილად პროგნოზირებადი იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ადამიანის ინტერესებშია საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და არ დაზიანდეს თითოეული ადამიანის ინტერესები. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერს ფასი არ აქვს, საქართველოს არ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული გეზი, ასე რომ მინდა ყველას უთხრა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ამას ჩვენი კონსტიტუციას მოითხოვს, რომ სწრაფად ჩქარა ევროკავშირისკენ. დღეს მივდივართ თუ სად ვართ? აი თაბარი არ ავწდეთ ევროპულ გზას. მაინც მივდივართ, დამერწმუნდეთ თითოეული ადამიანი. ერთადერთი გავართვანა მაინც მივდივართ. ვინც არ უნდა იყოს, რომ ხარ დამერწმუნდეთ, შეიძლება რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურა ითხოვდეს, მე ამის იმჯერა. მაგრამ თითოეული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს 90%-ზე მეტი, სადაც არ უნდა იდგეს, იმან ზუსტად იცის, რომ ევროპა არის ჩვენი სახლი და ჩვენი მომავალი. არავინ ეს არ არის 20 გითხრათ მე-19 საუკუნის დასაწყისი, სადაც მორიგი ოკუპაცია შედგა და იმ ოკუპანტების შესახებ, რომელსაც ქართველები დაეხმარნენ, ხო? იმათ შესახებ დიდი ხანი ინფორმაცია არ ქონდა სიმართლე. ეხლა შეუძლებელია ამ დროში რაიმე ტიპის ინფორმაცია ისტორიას არ დაუმალოს. შესაძლოა კანონები მივიღეთ, რომელიც არაა ევროპულთან თავსებადი, ალბათ წინ ვერ წავიწევით ეს ერთი და მეორეც
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ თქვა, რომ საერთოდ დავფიქრდეთ, უნდა ასეთი ევროკავშირი გვინდა თუ არაო, რაღაც დანიაში აქცია დაურბევიათო და იმედია პოლიტიკოსებს შევიათ ხანდახან რაღაცას ფიქრობენ, სხვას ამბობენ, მაგრამ მე მინდა მჯეროდეს ერთი რამ საქართველოს მე რაც თქვა თავი მახსოვს, რაც თქვა მონაწილეობა არჩევნებში თუ როგორც არის თითოეულ ხელმძღვანელს ან თითოეულ თქვა ადამიანს ვინც იყო ხო ხელისუფალს იმან გარკვეული პოზიტივი დატოვა თავისი კვალი. ბევრი ნეგატივი ქონა პოზიტივი. საბოლოოში დატოვეს პოზიტივი. თითოეულ მათგან დარწმუნებულია და მინდა ვიცოდო რომ არავინ არ თქვას რომ რომელიმე ან წინაპირ იმის წინას რომ აი მე სულ ყველაფერი კარგი გავაკეთე და ცოტა ცუდი. ხო ამას ისტორია აფასებს. წერტილი რას დაფსვით. და მინდა მჯეროდეს რომ შემდგომშიც ამას ვიტყვით ამ ხელისუფლებაზეც რომ მანაც გარკვეული პოზიტივი დატოვა და გადაასცა მომავალთაობას ქვეყანა რომელიც ევროპისკენ მიდიოდა. პესიმიზმს დაუსვათ წერტილი.